დამოუკიდებელი სუვერენული საქართველო. Როგორც ჩანს, ეს სწორედ ის ფაქტია, რაც ყველაზე დიდ დისკომფორტს უქმნის ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას. უფრო ზუსტად კი 17 ევროპულ ქვეყანას, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ქვეყნის შიდა საქმეებში ხისტი ფორმებით ჩარევას და რადგან 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნების გზით მათ მიერ მხარდაჭერილმა რადიკალურმა ოპოზიციამ ქვეყნის მართვის სადავეები ვერ აიღო ხელში, ქართველმა ხალხმა მორიგჯერზე მათ უარი უთხრა. ევრობიუროკრატია ახლა ცდილობს შური იძიოს როგორც საქართველოს ხელისუფლებაზე, ასევე ქართველ ხალხზე, ვინც ქართული ოცნება აირჩია და გადაწყვიტეს მუდმივ რეჟიმში არყიონ ქართული სახელმწიფო. ცდილობენ მის ჩამოშლას დეზინფორმაციით, ზეწოლით, დანაშაულისა და უკანონობის სახალისებით. ცდილობენ მათი მიზანმიმართული ქმედებებით ქვეყანაში ხელოვნური ქაოსის შექმნას. და ამის კიდევ ერთი გამოვლინება ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებული 17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება იყო, სადაც ვკითხულობთ. კაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს ადგილობრივ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში. მათი დაკავება ისევე როგორც თვითნებური დაკავებები და ქართული ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ მზარდი რეპრესია საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას და ქვეყნის ავტორიტარულ სისტემად სწრაფად გარდაქმნას უწყობს ხელს, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს. ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობისკენ. სანამ აღნიშნული განცხადების თითოეულ დეტალს განვიხილავთ, რომელიც დეზინფორმაციის, ზეწოლის და უსამართლო დამოკიდებულების სინთეზს წარმოადგენს, უნდა ვთქვათ, რომ მას წინ უსწრებდა იგივე ხასიათისა და შინაარსის რეზოლუცია ევროპარლამენტში, რომელიც აღნიშნული განცხადების იდენტური შინაარსის იყო. კანონის მიზანმიმართულად დამრღვევი პოლიტიკოსები პოლიტპატიმრებად იყვნენ მონათლული, მოძალადი აქტივისტები მშვიდობიანებად. პოლიციელისთვის ხელის გამრტყმელი ჟურნალისტი ჟურნალისტური საქმიანობის გამო რეპრესირებულად. და როგორც აღნიშნული განცხადება, ასევე რეზოლუცია მათ გათავისუფლებას ითხოვდა. საქართველოს ხელისუფლებას კი ავტორიტარულ რეჟიმად რაცხავდა. ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპარლამენტის იდენტური შინაარსის განცხადებები ცხადყოფს იმ ზეწოლისა და შანტაჟის მასშტაბს, რაც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. და ასევე ეჯვგარეშეს ხდის ფაქტს, რომ მთელი ეს დისკრედიტაციის კამპანია ერთ ადგილას დაწერილი სცენარით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ეროვნულ ხელისუფლებაზე შანტაჟისა და ზეწოლის მოხდენას და მისი მარიონეტული ძალებით ჩანაცვლებას. გარე ძალების მხარდაჭერილი რადიკალები არჩევნებში ვერ იმარჯვებენ, ქუჩაში მარცხდებიან. ამიტომაც სტრატეგიას შეცვალეს და ცდილობენ უკანონობა ბრძოლად გამოაცხადონ, დანაშაული გმირობად, რითაც ძალადობას ახალისებენ. ამ გეგმის პირველი ნაწილი ეროვნული ხელისუფლების ავტოკრატიად გამოცხადებაა. გარე ძალები კი ამ იარლიყის მიკვრას ქართული ოცნებისთვის დაკავებული პოლიტიკოსების გამოყენებით ცდილობენ. განცხადებაში ნათქვამია. კაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს ადგილობრივ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში. ერთი მხრივ სიცრუე და მეორე მხრივ მანიპულაცია. პოლიტიკურ დევნად ასახებენ ოპოზიციონერების დაკავებას, მაგრამ წერილში არ ახსენებენ, რომ ეს ოპოზიციონერები კანონის მიზანმიმართულად დარღვევის გამო არიან პატიმრობაში. თითოეულმა მათგანმა იცოდა წინასწარ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა პატიმრობას ითვალისწინებდა. მიუხედავად ამისა, ღიად და დაუფარავად ამბობდნენ, რომ არ სცნობენ პარლამენტს და მის კომისიას ლეგიტიმურად, რომ არ აპირებენ იქ გამოცხადებას. ანუ მათ აირჩიეს კანონდარღვევა და ციხე. ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა კი აირჩიეს უკანონობის წახალისება, კანონდამრღვევი პოლიტიკოსების დაცვა და მათთვის პოლიტპატიმრის წოდება. ორივე მხარემ კი, როგორც ქართველმა რადიკალებმა, ასევე მათმა უცხოელმა პატრონებმა, გადაწყვიტეს ქართული სახელმწიფოს გაუქმება, რასაც ცხადია დემოკრატიულად არჩეული და ხალხის მხარდაჭერილი ხელისუფლება ვერ დაუშვებდა. სახელმწიფოს რომ კანონის შესაბამისად არ ემოქმედა და არ დაეკავებინა ის პირები, ვინც ხელისუფლების ეგრეთ წოდებულ არალეგიტიმურობის მიზეზით საგამოძიებო კომისიაში სავალდებულო მონაწილეობას თავს არიდებდა, ეს იქნებოდა სახელმწიფოს სისუსტე. შესაბამისად კანონი აღსრულდა და ახლა, როდესაც მათი უცხოელი პატრონები დამნაშავეების პოლიტპატიმრებად შერაცხვას ცდილობენ, ეს ერთი მხრივ ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენა, მეორე მხრივ კი უკანონობის წახალისებაა, რათა სხვებსაც გაუჩნდეთ კანონდარღვევის ცნუნება იმ იმედით, რომ მათაც ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები თუ ევრობიუროკრატები ასე დაიცავენ.
რაც შეეხება ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების იმ ნაწილს, სადაც ოპოზიციონერების დაკავება ოპოზიციური ხმების შახშობად არის მონათლული არჩევნების წინ. მანიპულაციის უმაღლესი გამოვლინება შეიძლება ეწოდოს. რატომღაც ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე, რომლითაც მან დაკავებულ პოლიტიკოსებს მიმართა. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს მომართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე. მაგრამ ამაზე დაკავებულებმა უარი განაცხადეს, რაც ადასტურებს, რომ ისინი მიზანმიმართულად განაგრძობენ სახელმწიფოს საბოტირებას და არჩევნებში მონაწილეობის მიღება მათ ინტერესში არ არის. ასე რომ, როდესაც საელჩოს მიერ გამოქვეყნებული 17 ქვეყნის საერთო წერილში ოპოზიციონერების დაკავებას არჩევნებში მათი ხმის ჩახშობით ხსნიან, დარეტყუილი და მანიპულაციაა, რაც საქართველოს იმიჯის შელახვას ისახავს მიზნად. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია. თვითნებური დაკავებები და ქართული ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ მზარდი რეპრესია საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას და ქვეყნის ავტორიტარულ სისტემად სწრაფად გარდაქმნას უწყობს ხელს. ისინი მშვიდობიან მომიტინგეებს უწოდებენ აი ამ ხალხს. რეპრესირებულ ჟურნალისტს უწოდებენ მზია ამაღლობელს, რომელმაც პოლიციელს ხელი გაარტყა. და უსამართლოდ დაკავებულებს მათ, ვინც პოლიციელებს ხელჯოხს უტყავდა. დანით შეიარაღებული თავს ესხმოდა და პიროტექნიკას დამიზნებით ესროდა. ასეთია რეალობა, რომლის გადაფარვასაც სიცრუით ცდილობენ. რისი მთავარი მიზანიც ძალადობის წახალისებით ქვეყნის უმართავ ქაოსში ჩაძირვაა. ქვეყნის გარედან ევრობიუროკრატია თუ ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ორკესტრირებულად უტევენ სახელმწიფოს, მის ინსტიტუციებს, მის სასამართლოს, აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას, როდესაც დამნაშავეებს გმირებს უწოდებენ, ხოლო სახელმწიფოს რეაგირებას დანაშაულზე უკანონობას და რეპრესიას. რაც შეეხება მათ წარმომადგენლებს ქვეყნის შიგნით, ანუ ელჩებს, ისინი უკვე ღიად გასცდნენ ელჩის მანდატს და საბჭოთა კავშირის დროს დანიშნულ კომენდანტებს დაემსგავსნენ. მათ განსაკუთრებული და უშუალო ჩართულობით დავალებული აქვთ კანონდარღვევების დაცვა და სახელმწიფოს კანონიერი რეაგირების რეპრესიად გამოცხადება და ამის კონკრეტული მაგალითები უხვად დაგროვდა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს ელჩები სრულად უგულებელ ყოფენ ძალადობის ფაქტებს, რის შედეგადაც ასობით პოლიციელი დაშავდა. ერთმა მხედველობაც კი დაკარგა. ამას არ იმჩნევენ, რადგან შემდეგ გაუჭირდებათ აქციებს მშვიდობიანი დაარქვან. და თუ ისინი რეალობას თვალს გაუსწორებენ, მაშინ ხომ საქართველოზე ზეწოლისა და შანტაჟის ბერკეტებიც გამოეცლებათ ხელიდან. მათი მისია კი საპირისპიროა და ეს საქართველოში ძალადობის სახალისებაა, რომელიც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის მართულმა ევროპულმა სახელმწიფოებმა, მათმა მარიონეტულმა ადგილობრივმა ძალებმა და ამ ქვეყნებისვე დიპლომატებმა ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყეს, როდესაც პოლიციელებისთვის მოლოტოვის მსროლელი ლაზარე გრიგორიადისი გმირად შერაცხეს. შემდეგ კი მათსავე მართულ იმდროინდელ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეაწყალებინეს. ამგვარი მოძალადის ესოდენ მასშტაბურმა მხარდაჭერამ ქვეყანაში ახალი მოძალადეები წარმოშვა, რადგან მათში გაამყარა რწმენა, რომ დანაშაულის ჩადენის მიუხედავად გარეგავლენიანი ძალების მხარდაჭერა ექნებოდათ და გამოჩნდნენ კოლექტიური ლაზარეები, რომლებიც პოლიციელებს ხელკეთს ურტყამდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ, დანით შეიარაღებული თავს ესხმოდნენ, პიროტექნიკას უმიზნებდნენ და სხვა. კონკრეტული მაგალითები ვნახოთ. ეს ბიჭი პოლიციელს ხელკეთს რომ ურტყამს თავში და შემდეგ გარბის მათე დევიძია, რომელიც დააკავეს და პატიმრობაც მიესაჯა. მისი დანაშაულის უარყოფა უბრალოდ შეუძლებელია, ამიტომაც ევროკავშირის ელჩი, რომელსაც ძალადობის წახალისება აქვს დავალებული, თვალებს ძლიერად ხუჭავს და ამბობს, რომ მათე დევიძე დააკავეს, რადგან ის აქციაზე ჯოხით იდგა. ჩვენ დავეხმარეთ ბატონ ელჩს სიმართლის მოძებნაში და ვიდეო ვაჩვენეთ, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამს ჯოხს მათე დევიძე პოლიციელს. ელჩმა კი გვიპასუხა. I have
ვისაუბრე მათედევიძისა და მრავალი სხვა დაპატიმრებული აქტივისტისა და პოლიტიკოსის შესახებ. ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში. 21 წლის ასაკის, ის უბრალოდ ბავშვია. მე თავად 20 წლის ბიჭის მამა ვარ და ძალიან გულსატკენია იმის ნახვა, რომ ახალგაზრდა პიროვნებას, სტუდენტს, ადამიანს, რომელსაც უყვარს ქვეყანა, რომელსაც არასდროს ჰქონია პრობლემა მართლმსაჯულების სისტემასთან, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობას უსჯიან პოლიციელების წინააღმდეგ ჯოხის მოქნევისთვის. ეს ნამდვილად გულსატკენია. მას მოუწია პირდაპირ ეცრუა. ბატონ ჰერჩინსკის რეალობა სათანადოდ რომ შეეფასებინა. ანუ ეთქვა, რომ სამწუხაროა მათედევიძის დაპატიმრება პოლიციელისთვის ჯოხის ჩარტყმის გამო არ გამოდიოდა. რადგან თავადაც იცის, რომ პოლიციელზე თავდასხმა დანაშაულია და იცის ისიც, რომ როგორც მის ქვეყანაში, პოლონეთში, ასევე ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში, მის 20 წლის შვილს იგივე რომ გაეკეთებინა, დააკავებდნენ. მაგრამ როგორც ვთქვით, მისი მიზანი ისევე როგორც იმ 17 სახელმწიფოსი განცხადება რომ გაავრცელეს, საქართველოში ძალადობის სახალისებაა, რომელმაც ახალი ძალადობა უნდა წარმოშვას. ეს ერთი დიდი გეგმის ნაწილია, რომელშიც რეალურად მათედევიძე ამ გარე აქტორების ხელში მსხვერპლიც არის და იარაღიც, ისევე როგორც გიორგი მინდაძე, რომელიც პოლიციელს დამიზნებით ესროდა პიროტექნიკას და დააპატიმრეს, ისევე როგორც საბაჯიქია, რომელიც დანით შეიარაღებული თავს დაესხა პოლიციელს და სახეში წიხლი დაარტყა, რის გამოც დააკავეს. საბაჯიქიას შემთხვევა კიდევ უფრო საინტერესოა იმ ფონზე, რომ კარგად ჩანს როგორ მუშაობს პროპაგანდა. კადრებს ვერავინ უარყოფს. ეს კადრები ყველა ტელევიზიის საშუალებით ნახა საზოგადოებამ, მათ შორის ვითომ და კრიტიკული მედიის, TV პირველის ეთერიდანაც. და ვერავინ დავობს იმაზე, რომ ჯიქიამ პოლიციელს სახეში წიხლი ამოარტყა. ანუ დანაშაული სახეზეა. თუმცა იმისთვის, რომ ეს დანაშაული გადაიფაროს, ოპოზიციური პროპაგანდა მთლიანად დანაზე ორიენტირდა და სიმძიმის ცენტრი დანაშაულიდან დანაზე გადაიტანა. და ამბობდნენ, რომ საბაჯიქიას დანა კადრში ჩაუდეს. ძალიან კარგად იციან, რომ მას დანა ხელში ეჭირა. ეს პროოპოზიციური მედიისა და როიტერსის კადრებითაც დასტურდება. თავის მხრივ კი ამ კადრების ავთენტურობა ექსპერტიზით. მაგრამ მაინც პროპაგანდისტებმა აბსურდულ თემაზე გახსნეს დისკუსია, რათა ჩაკარგულიყო მთავარი, საბაჯიქიას მიერ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი, რის გამოც სასჯელს იხდის. კიდევ ერთი კარგი მაგალითი მზია ამაღლობელია, რომელმაც ხელი გაარტყა პოლიციელს და დააკავეს. მის დაკავებას კი ორკესტრირებული კამპანია მოჰყვა. მზია ამაღლობელი ეს არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი. ქართველი ხალხის სინდისს წარმოადგენს მზია ამაღლობელი. მზია არის მართლა სინდისის, პატიოსნების, წესიერების და სტანდარტის განსახიერება. უკვე 16 დღეა წინა პატიმრობაში იმყოფება კრიმინალური ბრალდებით. შუახნის ასაკის ქალი, რომელსაც ბრალს დებენ პოლიციელზე თავდასხმაში. უყურე მზია ამაღლობელს და ხუმრობას გავს, რა ბრალითაც ის დაკავებულია. ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ პროპაგანდის ახალი სიმაღლეები დაიპყრო. როგორც ჩანს, მასში ათწლეულების გავლის მიუხედავად საბჭოთა მენტალიტეტი მძლავრად არის გამჯდარი. კომპარტიის ტრიბუნის ნაცვლად ევროპარლამენტის ტრიბუნას იყენებს და სრულიად აბსურდულ ტყუილს იგონებს. მზია ამაღლობელს, რომელიც ციხეშია სცემეს, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. რუსთავის ქალთა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში რაიმე სახის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით განცხადება მზიას ჩემთან არ გაუკეთებია. რამდენად ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი? სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში არა, მას არასოდეს უთქვამს, რომ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ჰქონდა. პარალელურად, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ხშირად ესწრება მზია ამაღლობლის პროცესებს, რითაც გარკვეულწილად ზემოქმედების მოხდენას ცდილობს მოსამართლეზე, რათა აჩვენოს, რომ უშუალოდ არის დაინტერესებული ამაღლობელის გათავისუფლებით. პარალელურად კი საკუთარი განცხადებებით კარნახობს სასამართლოს, რა სასჯელი იქნებოდა ამაღლობელისთვის მისი აზრით სამართლიანი. გერმანიაში არ გაქვს უფლება პოლიციელს სილა გაარტყა, რა თქმა უნდა. ყველამ ნახა ეს სილა. საკითხავია, ნამდვილად იმსახურებს ის 4-7 წლამდე პატიმრობას? რატომ გამოიწვია პოლიციელებზე თავდამსხმელების და მათ შორის მზია ამაღლობელის საქმე ამდენად დიდი რეზონანსი და უცხო თუ შიდა აგენტურული ქსელის გააქტიურება? საქმე იმაშია, რომ მათ დაარტყეს პოლიციელებს. ეს ნიშნავს, რომ შეურაცხყვეს სახელმწიფოც, ხოლო ელჩების თუ მათი უფროსების მიზანია პოლიციელზე ძალადობა ჩვეულ მოვლენად იქცეს საქართველოში. ამისთვის ორი გეგმა არსებობს. თუ ისინი შეძლებდნენ და პოლიციელზე თავდამსხმელ მზია ამაღლობელსა და სხვებს გაათავისუფლებინებდნენ სახელმწიფოს ზეწოლის შედეგად, ეს შეუქცევადი ძალადობის კასკადს გამოიწვევდა სამართალდამცავების მიმართ და სახელმწიფოს ქაოსში ჩაძირავდა. მაგრამ რადგან ეს არ მოხდა, ახლა მსგავსი დანაშაულის წახალისებითა და დამნაშავეების გმირებად შერაცხვით, ახალ პოტენციურ დამნაშავეებს ანალოგიური მხარდაჭერის იმედს აძლევენ და ეს გარკვეულწილად მუშაობს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე და შედეგად კონკრეტული პირები საკუთარი ნებით მიდიან დანაშაულზე.
ისე როგორც მაგალითად ზვიად რატიანი, რომელმაც პოლიციელს სილა გაარტყა. მან იცოდა რაც მოყვებოდა მის ქმედებას. ზუსტად იცოდა რის გამო იხდიდა სასჯელს მზია ამაღლობელი და მაინც მიდის პოლიციელთან, რომელიც ავტომობილთან დგას და სრულიად მოულოდნელად სახეში სილას ურტყამს. სწორედ ამგვარმა მიზანმიმართულმა კამპანიამ აქცია პროპაგანდით გაბრუებული ახალგაზრდების ნაწილში დანაშაული გმირობად. რეალურად კი გარეთ თუ შიდა აქტორების მხრიდან უკანონობის, დანაშაულისა და სიძულვილის მხარდაჭერა ჯერ ერთჯერად იარაღად აქცევს მათ, შემდეგ კი ინსტრუმენტად სახელმწიფოზე ზეწოლის მოსახდენად. საბოლოოდ კი არც მზია ამაღლობელის, არც მათე დევიძის და არც სხვების ბედი რეალურად არავის ანაღვლებს. ეს ხალხი ამ გარეთ თუ შიდა აქტორებს იქამდე სჭირდებათ, სანამ მათი დანაშაულისა თუ მათი პატიმრობის გამოყენებას ქართული სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობებში შეძლებენ. თუმცა როგორც კი მიხვდებიან, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ მსგავსი შანტაჟი კონტრპროდუქტიულია, გეგმასაც შეცვლიან და ამ გეგმაში დღეს მათ მიერვე ჯერ გმირებად და შემდეგ სინდისის პატიმრებად გამოცხადებულებს ძალიან მარტივად დაივიწყებენ.